მე გახლავთ გინეკოლოგი თამარ ერიაშვილი. იანვრის თვე წარმოადგენს საშვილოსნოს ყელის კიბოს ცნობადობის ამაღლების თვეს და მასთან დაკავშირებით მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია საშვილოსნოს ყელის კიბოს ნაადრევი დიაგნოსტირების საშუალებების და მისი თავიდან აცილების თაობაზე. საშვილოსნოს ყელი წარმოადგენს ქალის რეპროდუქციული სისტემის მნიშვნელოვან ნაწილს, საზღვარს საშვილოსნოსა და საშოს შორის და გარემოს მავნე ფაქტორების ზემოქმედების ქვეშ იმყოფება, როგორიც არის ინფექციები, მიკროტრამვები. რეპროდუქციული ასაკის ქალბატონებში სიკვდილიანობის უხშირეს მიზეზს წარმოადგენს. საშვილოსნოს ყელის კიბოს დიაგნოსტირების მეთოდს წარმოადგენს პაპა-ნიკოლაუსის მეთოდი. არსებობს ჩვეულებრივი სტანდარტული და ჩვენს კლინიკაში დანერგილი მეთოდი, რომელიც დაფუძნებულია თხევად ციტოლოგიაზე. თხევადი ციტოლოგიის დროს ხდება დაზიანებული უჯრედების უდანაკარგო აღება. ამ დროს თავად უჯრედების დაზიანების ხარისხი მინიმალურამდეა დაყვანილი. ამ მეთოდის საშუალებით ხდება როგორც გამოვლენა პაპილომავირუსის, ასევე გენოტიპირება ხორციელდება შტამების და საშვილოსნოს ყელის შესაბამისად დაზიანების ხარისხის განსაზღვრა. საშვილოსნოს ყელის უპირატეს დაზიანებას იწვევს პაპილომავირუსი, არის როგორც კარცეროგენული შტამი, ასევე არაკარცეროგენული შტამი. ძირითადად საშვილოსნოს ყელის კიბოს ორი შტამი განაპირობებს. მე-16 და მე-18 ტიპი, რომელთა პროცენტული მაჩვენებელი 55-60 და 10-15%-ია. ვის უნდა ჩაუტარდეს კვლევა? უნდა ჩაუტარდეს ქალბატონებს, რომლებიც რეპროდუქციულ ასაკში არიან, რომლებიც აქტიურნი არიან სქესობრივი ცხოვრებით, ჰყავთ სხვადასხვა სქესობრივი პარტნიორი. ძალიან მნიშვნელოვანია გენეტიკური განწყობა, მავნე ჩვევები, თამბაქოს მოხმარება, სომატური პათოლოგიები, შაქრიანი დიაბეტი, მიკროტრამვები, სიმსუქნე, მრავალნამშრომლობარი ქალები. არის თუ არა სავალდებულო მომზადება მასალის აღების წინ. სასურველია ქალბატონი იყოს წინასწარ მომზადებული, 24-48 საათის მანძილზე მას არ უნდა ქონდეს სქესობრივი კავშირი, არ უნდა ქონდეს გამოყენებული ვაგინალური სანთელი, არ უნდა ქონდეს ჩატარებული საშოს სანაცია. ვინაიდან საშვილოსნოს ყელის კიბო ახალგაზრდა ქალბატონებში სიკვდილიანობის მაღალი პროცენტით ხასიათდება და მეორე ადგილი უკავია სარძევე ჯირკვლების სიმსივნური დაავადებების შემდეგ. სასურველია პროფილაქტიკური პრევენციული თვალსაზრისით ნაადრევად მოხდეს საშვილოსნოს ყელის დაზიანებების გამოვლინება და დიაგნოსტირება, ვინაიდან პაპილომავირუსით საწყის ეტაპზე გამოწვეულ დაზიანებებს არ ახასიათებს მანიფესტირებული ხასიათი. მნიშვნელოვანია ყველა ქალბატონმა, რომელიც რეპროდუქციული ასაკის არის სხვა რისკის ფაქტორების გავლენის ქვეშ იმყოფებიან, დროულად, ნაადრევად პრევენციული თვალსაზრისით ჩაიტარონ საშვილოსნოს ყელის პათოლოგიების გამოვლენა, რათა დროულად იქნეს თავიდან აცილებული საშვილოსნოს ყელის კიბო. გისურვებთ ჯანმრთელობას, ნახვამდის.